მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მოგესალმებით მეგობრებო. მადლობას ვუხდი პირველ რიგში იმ ადამიანებს, რომლებიც დადებითად ეხმაურებიან ჩვენს პოსტებს სოციალურ ქსელებში და ჩვენს გვერდით არიან ყოველთვის. ასევე მინდა ვთქვა, რომ დღევანდელი თემა ეხება სოციალურ ქსელში ზოგადად გაჟღერებულ კომენტარებს. ჩვენ ახლა გავარჩევთ მითია თუ რეალობა, მაგალითად ის ფაქტი, ბატონო გელა, რომ თქვენ სამსახურში Mater Motors-ის კომპანიაში მხოლოდ თქვენი ნათესავები, მხოლოდ მეგრელები და მხოლოდ ახლობლები არიან დასაქმებულები. მაგალითად, პირველი ჩვენი ლუკა კაკალაშვილი, რომელიც გავაჟღეროთ და ვთქვათ, რომ არ არის მეგრელი და თავისი ფეხით მოვიდა ჩვენს კომპანიაში და ეს ვიდეო ნახა მთელმა საზოგადოებამ. მარი დიდი მადლობა, თქვენ მეუბნებოდით, რომ ეს ზოგადად გაგვეჟღერებია, მაგრამ მე ყოველთვის თავს ვიკავებდი. ვინაიდან რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრებ ადამიანს თუ დავასაქმებთ ეს მეგრელი იქნება თუ არა მეგრელი, მე მიმაჩნია, მე ამაყი ვარ, როცა ადამიანს ვასაქმებ, თორე გვარს და სახელს არ უყურებ. რაც შეეხება ლუკას შემთხვევას, აი, მინდოდა რომ ბიბლია ჩამოგეტანა და ხელს დავდებდი, რომ უბრალოდ გული დაგწყდება, ხო არის ზოგიერთი ერთი ვიღაცა წერს, რომ აი ვინ წერს გეტყვით ახლა აგერ просто ამოვაბეშტიე და აი ვიღაცა წერს ქალბატონი ნინა ქალბატონო ნინა კარგი ადამიანი ხარ გეტყობა კეთილი გული გაქვს და ბევრს სიკეთეს აკეთებ მაგრამ უყურე ადამიანი წერს რომ ეს ბავშვიო ალბათ თქვენი ნათესავიაო მე მინდა ამ ნინოა თუ ნინაა თუ რაც არის ამ ქალბატონს უთხრა რომ ამდენი წერა რა თუნდა ამდენი დაუწერია რომ ნახევარი დღე დრო დაუხარჯია ხო მე მინდა იცოდეს თელმა მოსახლეობამ ადამიანები როგორ არიან ისი გაბროტებულები რომ აი ელარჯი რომ მიართვა ეს ღომი იყო გეტყვია წარმოიდგინე აი ესეთი წარმოდგენა აქვს ადამიანებს აი აჩუქებ და მართლა მაჩუქებ ვეუბნებიან ადამიანებს გონიათ რომ ყველა ერთნაირები არ არიან მე როცა ვამბობ სინდისი ნამუსი ღირსება ეს ქართულ ხალხს არ დაუკარგია ქართული ხალხის 70% მაინც ეს სინდისი ნამუსი და ღირსება შერჩა ეს რო არ იყოს მაშინ ქვეყანა მთლად დაიღუპებოდა რაც შეეხება ახლა ლუკას აი ლუკა იყავი მარიშენ რო ბავშვი მოვიდა არავინ არ მოყოლია ბავშვი პირდაპირ მოვიდა და ბიჭებს კითხა რომ ბატონი გელას ნახვა მინდაო და ჩვენ რო კაფეში ვიყავით მე პროსტო გამეცინა რომ აი ამ ბავშვს ახლა ჩემთან რა საქმე აქვს ამოვიდა და გვითხრა ესეთი რამ ხო და მართლა რაც მოხდა ზუსტად ის ჩანაწერი ჩვენ გავაკეთეთ ხო რატომაც არ უნდა გავაკეთოთ ვინაიდან ადამიანებმა იციან ვინ არის ადამიანი ხო და ჩვენ ადამიანურად მიუდექით კაცურად მიუდექით საქმეს და ლუკა იმ დღესვე დაუნიშნეთ იმიტომ რომ ბავშვი მომეწონა როგორ არის იცით ზოგმა ისე დაწერა ზოგმა სკოლაშიო ბიზია ჩვენ შენზე უკეთესად ვიცით რომ ლუკა სკოლაში რო დადის ჩვენ შენზე უკეთესად ვიცით კანონები 30 იურისტი ყავდა და ჩვენ არ ვიცით კანონი როგორ უნდა მივიღოთ ბავშვი სამსახურში იცი ბიზია რა არის დაუწერელი კანონი ქალბატონო მარი იცი რა არის დაუწერელი კანონი თელ მსოფლიოში დაწერილი კანონზე უფრო მაგარი არის დაუწერელი კანონი დაუწერელი კანონი არის დაუწერელი კანონი რომელსაც ყველა ეგუება მაგრამ მე არ ვამბობ დაუწერელი კანონი რამე ცუდი იყოს დაუწერელი კანონია ეს ბავშვი მივიღეთ ხო აი წარმოიდგინეთ ერთი თვეა ჩვენთან მუშაობს დღეს არის რა დღეს ორშაბათი ხო დასვენების დღეა ხო აი ხვალ ხელფას მიიღებს მოდის სკოლის შემდეგ სულ აქ არის ჩვენთან ყველგან წავიყვანეთ ხო ყველაფერი ვანახეთ არც ჩემი ნათესავი არც მეზობელი არაფერი მივიღეთ და ლუკა არის აი როგორ არის იცით როცა მოვიდა ბავშვი იყო ხო იყავი იქ ბავშვი იყო დაბანილი დავარცხნილი მოწესრიგებული და ეს მომეწონა პირველ რიგში ესე კი არა გაბურძგნული ბავშვები რო დადიან ყველა ბავშვი ჩემთვის საუკეთესოა მაგრამ ბავშვი უნდა იყოს ბავშვი და ლუკაც მივიღეთ და შეხედე გებეს ემბლემა აგერ
ამას რა ქვია ბიძია? ბეიჯი, ჟილეტი და უკვე კაცია, ხო? 1 საათიც რომ მოვიდეს დღეში ეს მის ცხოვრებაში იქნება ყველაზე დიდი გადადგმული ნაბიჯი. და ამ ქალბატონს მინდა უთხრა. კიდე მინდა გავიმეორო ამ ქალბატონო, გასაგებია პენსიონერი ხარ და არაფერი საქმე არ გაქვს, წერის მეტი ეყურეთ. პროსტო ნახეთ რამდენი დაუწერია, მოწი აქეთ. აი უყურე რამდენი დაუწერია პროსტა. აი შეხედე რამდენი დაუწერია და მინდა გითხრა. აი ნინა აგერ გეუნები მარი შენ აიყვანე საქმე კონტროლზე. უყურე 6 ადამიანი მომიყვანე. ქალბატონო ნინა 6 ადამიანი მომიყვანე. არ აქვს მნიშვნელობა რა გვარის იქნება. 6 ადამიანს მივიღებ სამსახურში თუ ტვინი აქვს და ხო ტვინი თუ არა აქვს და არაფერი თუ არ იცის არ მივიღებ. და თუ რამეს წარმოადგენს კვირდები კაცურად რომ შენ მოყვანილ ადამიანს 6-ს მივიღებ. მოიყვანე. აქ ყველა ვინც ჩემს კომპანიაში მუშაობს, არც ერთი არ არის ჩემი ნათესავი, ჩემი შვილის გარდა, მათეს გარდა, ხო? მათი არის აქ ერთი ჩემი და ჩემი ძმის შვილი, რომელიც აქ მუშაობს უკვე 30 წელია. თქვა, თუ არა და აი ავიღოთ ახლა მაგალითად კახა. კახა მოვიდა გერ და სივით მოვიდა, სივით და თქვა რომ მუშაობა მინდა. კაცი რატო არ უნდა მიიღოს სამსახურში, როცა უმაღლესი დამთავრებული აქვს, ჩინურად საუბრობს, რუსულად საუბრობს, ინგლისურად საუბრობს. აი მითხარი ქალბატონო, აი ესეთი მომიყვანე და 12-ს მივიღებ სამსახურში, სამივე ენაზე რომ საუბრობს. არ არის ეს ადამიანი ჩემი ნათესავი, მაგრამ მე 7 წელია მუშაობს, იმიტომ რომ წესიერი კაცია. ავიღოთ აგერ ზვიადი. საერთოდ კაც არ ვიცნობდი არაფერი. პატარა ბიჭი იყო რომ მოვიდა. და დღეს თუ რამეს ვენდობით მისასვლელია ავტომობილების მენეჯერია, ხო, ავტომობილებშია, ხო? დაიხვეწა, ბავშვი იყო, ესეთი იყო, ხო, რომ მოვიდა. გაიზარდა, დიდი ბიჭია და საქმეს აკეთებს, ხო? და თავის გუნდშია. მოსვლაც კაცურად მოვიდა და როცა წასვლა, როცა წავა ესეც კაცურად წავა, ხო? სულ აქ არ იქნება, მაგრამ ახალგაზრდა კაცია და პრაქტიკა უნდა მიიღოს. რაღაცა, რასაც ვაძლევთ 2 კაბიკია თუ მისი ხელფასია, მისი ნამუშრომია, ისიც უნდა ძალიან კარგად გამოიმუშაოს და მიიღოს. აი ვთქვათ აგერ დათო რომ მოვიდა და მე ვთხარი უნდა მომისმინო, თუ არ მომისმენ არ მოხვიდე. და პირველად მოვიდა და თქვა რომ დღეს მეუნება, აი დღეს აგერ ზის თვითონ დღეს მეუნება რომ ბატონო გველა რომ მიმიღეო გონზე არ ვიყავიო მანქანა კი იცის ახლა მანქანა არიფი არ არის მაგრამ აქ რაც ნახეო და მე შე რაც მასწავლეო აი შენ ხო თქვი დათო ვაფშე სულ სხვა კაცია დღესო აი რომ მოვიდა კარგი კაცი იყო მაგრამ კარგი კაცი იმას არ ნიშნავს რომ შენ გამოცდილება გაქვს მიღებული აი ახლა გამოცდილება მიღებული აი გიორგი და დათო მივეცი სამსახურის სულ ახალი ელექტრომანქანა წავიდნენ ქუთაისში გადაიღეს მიდგნენ მოდგნენ თელავში წავიდნენ ბათუმში წავიდნენ რომ მოვიდა ვანდობდი ხო არ ვანდობდი მაგრამ ახლა ხო ყველაფერს ვენდობით როგორც გიორგის ისე დათოსაც იმიტომ რომ საქმე ისწავლეს გისმენ ნამდვილად პროფესიონალები არიან უკვე გამოვიყენებ ამ შანსს და რადგან საზოგადოებას ძალიან დიდი ინტერესი აქვს ჩემს შესახებად, შესახებაც მარიამი. ჩემზეც თქვით, ჩემზეც მოყევით. ახლა რაც შეეხება მარიამ. უყურე როგორ არის. გელა ბარკალაიამ ვის მიართვა ყვავილი და გელა ბარკალაიამ ვის მიართვა ყვავილი და ვის იყო ეს ბედნიერი დღე. უყურე როგორ არის. აი როგორ არის მარიამი და მე ვართ თელმა საქართველოს მინდა იცოდეს აი როგორც ეს ბიჭები არიან ჩემი ძმაკაცები ისეთი ძმაკაცები ვართ დღე და ღამე მარტო მარიამი კი არა ჩემთან ეს ბიჭებიც არიან მარტო ჩვენ არსად არ დავდივართ ჩვენ დავდივართ ყველანი ერთად გუნდურად საქმეზე და ახლა მარიამი მიცის ამათან არიან როგორც დადაზმები ისე არიან ამ კომპანიაში. რატომ არის ეს კომპანია? კარგი კომპანია, იმიტომ რომ როგორც დადა ძმები ესე არიან. ერთმანეთს არაზროს არ აკადრებენ ან გოგოს, ან ბიჭოს. ეს არის ჩემს კომპანიაში ნომერ
პირველი საკითხი ეს მიყენია მე და რაც შეეხება ახლა მარიამს ვიღაცა შეიძლება მოეწონოს, მაგრამ ბჭო შეიძლება მოგეწონოს ეს გოგო, მაგრამ თუ მოგეწონა, ამიტომ არ უნდა თქვა რამე ისეთი სიტყვები არ უნდა დაწეროთ, რომელიც გულს ატკენს ქალბატონს და ჩვენს, ხო? ეს თამაში ხო არ არის? ამას ნახევარი მსოფლიო უყურებს თქვენ ნაწერს, თორე ხვალ ზეგ მერე მაგ ნაწერს ამოიღებენ 30 იურისტი მყავს და იცოდეთ დავიდან ბოლომდე ჩვენ გავშიფრავთ მაგას. არ ვარ ჩვენ ის ხალხი, რომ ვინმეს რამე ვაპატიოთ, მსგავსი შეურაცხყოფა. შეიძლება ადამიანმა იხუმროს, მაგრამ შეურაცხყოფა სხვა არის, ხო? დედა ყავს, მამა ყავს, და ყავს, ძმა ყავს, შვილი ყავს და შენ რაღაცა ვითომ ადამიანს, რომელიც გონზე არ არის თან. და ეს გოგონა, ეს გოგონა ახლა ვთქვათ, ვის მიართვა ყვავილი, მე რომ ყოფილიყავი და ამ ყვავილს ესე ვიზამდი და ვინ არის ეს გოგონა, ერთი გამაგებინეთ, ეს გოგონა ევაკო და ნანა. ევაკო და ნანა. ეს არის TikTok პლატფორმაზე დაწერილი კომენტარები საზოგადოებად დაინტერესდება ალბათ რას გულისხმობს. აი უყურეთ ერთ წუთი მოდით, აი ეს გოგონა ვიღაცა ევაკო რა ქვია? ევაკო და ნანა. ევაკო და ნანა, ამას უნდა უთხრა რომ ქალბატონო დარწმუნებული იყავი თქვენაირ ქალბატონს არასდროს ყვავილს არ ვაჩუქი. იმიტომ რომ თქვენ არ ხართ ყვავილის ჩუქების ღირსი, მაგრამ რადგან ახლა მოხვდი აქ თქვენ ამ საზოგადოებაში ვარჩევთ ამ საკითხს, მოდი ერთი შეუსრულოთ ამასაც. ეტყობა შეყვარებული არასდროს არ ყავდა. არც მეგობარი ყავდა და არც ყვავილის მჩუქებელი არავინ არ ყავდა და თუ გასათხოვარია, აგერ ერთი ცუცოლოა, მეორე ცუცოლოა, მესამე ცუცოლოა, მეოთხე ცუცოლოა და ქალბატონო, თხოვ ამ ბიჭებს და ყვავილს მოართმევენ. თუ არა და პენსიონერი თუ ხარ, მოდი აქ და პენსიონერი თუ ხარ, მოვატანიებ ყვავილს და ვაჩუქებ, ხო? რაც შეეხება ჩემს მეუღლეს. ოღონდ ჩემი მეუღლე არის ძალიან კარგი გოგო. ის არის ნამდვილი ქართველი დედა, ზრდის შვილიშვილებს და მან იცის ჩემი იუმორის შესახებ, ხო? ჩემს გვერდზე წითელ ხალიჩაზე რამდენი გოგო გაივლის, ხო? რამდენი გოგო გაივლის, მაგრამ უნდა ინერვიულოს, რატომ უნდა ინერვიულოს, ხო? ეს ჩვენი ბიზნესია, ესენი ჩემი შვილები არიან, შვილების ტოლები არიან, ხო? და ეს ჩვენი იუმორია, ეს ჩვენ ამით ვიპიარებთ თავს, ხო? ვაპიარებთ ჩვენს კომპანიას. თქვენმა მეუღლემ დაბადების დღეზე ისეთი ტორტი გაგიკეთა, ალბათ საზოგადოებამ ნახა როგორ გვერდში გიდგათ ყველანაირად. შეუურე, როგორ არის იცი, ჩემი მეუღლე მე მთელ ქვეყანას მირჩევნია, ხო? და ის რო ყავს, არა მყავს, ამდენი ქალები არც ერთი არ ხარ, თქვენ ხართ ყველა ახალგაზრდები, რომელიც კომპანიისთვის ზრუნავ და საქმეს აკეთებთ, ხო? რაც ქვია, ქალი. უყურეთ როგორ არის. ეს არის ყველაფერი ადამიანები, რომლებიც არიან შურიანები. ეს შური რო არ იყოს საქართველოში, ქართულს კაცი არ ჯობია, ადამიანი არ ჯობია, მაგრამ მე ზოგჯერ ადამიანს ეწყინება, ხო? არ უნდა ესეთი საუბარი, ხო? როგორ შეიძლება ახლა ვიღაცა შეხედო და არ მოგწონდეს შენ ვიზუალზე, მე მომწონს, მთავარია და შენ ვინ გეკითხება კაცო, მომწონს თუ არ მომწონს. ცუდი გოგო ბიჭები რო იყვნენ აქ, ვინ გააჩერებს, ხო? თქვათ, ვინ დადის წითელ ხალიჩაზე, ვინ დადის და ვინ უნდა იაროს წითელ ხალიჩაზე კაცო, უნდა იაროს გოგოებმა. ჩვენი კომპანიის რეკლამაა. ახლა ერთს მომყვები, ერთს დათო. გიო ერთს მომყვები და კარგად ჩაწერე ეგი რა. მარი, მოვიდა ერთი სულელი და მითხრა მე ვარო, არ ვიცი თქვენ როგორ ეძახით, PR მენეჯერი ვარო და დავაჯინე და უთხარი, აი რას გააკეთებ მეთქი და ამოიღო წიგნი და დაიწყო წერა. მეო ბატონო გელაო, გაყიდვებს გავზდი შენთანო. როგორ მეთქი და ახლა გეტყვია და როგორ მეთქი და მაცალეო დასაწერია, ხო, დაწერე მეთქი. 1 წლის ბიუჯეტი უნდა გავწერო. დაწერე მეთქი და დაწერა. 4 მოადგილე მინდაო, 3 ავტომობილი მინდაო, 380,000 ლარი მინდაო წელიწადშიო და უნდა გვასწავლო შენ რა ვთქვათო. კაცო ვიფიქრე.
40 კილო არა რო აგეწონა. მანქანა არ იცის რა არის. მე უნდა ვიჯდი ახლა და ვასწავლო რა თქვას და გავბრაზდი და იმ დღიდან იყო მარი რომ დავიწყე ჩაწერა. 380,000 ლარი კახა წინ ვარ, ხო? და ხალხსაც გავაცანი ჩვენი პროდუქტი რა არის. ახლა მე როცა ვამბობ ეს ავტომობილი კარგია. მე ვამბობ და მე ვარ მისი პასუხისმგებელი, ხო? მე არ მომწონს ის ახალგაზრდები, ის ადამიანები, რომლებიც რაღაცა თანხას გადაუხდიან და ნებისმიერ მანქანაზე იტყვიან, რომ ამაზე უკეთესი არ არსებობს ქვეყანაზე, ხო? მე ხო ვიცი რა არსებობს და რა არა. მაგრამ იმ კაცს უხდიან რაღაცა ეს არ არის საინტერესო ჩემთვის რამდენს. უხდიან ფულს და უნდა ილაპარაკოს კარგი, ხო? ჩვენ არ ვართ ესე. ჩვენ ზუსტად იმას ვსაუბრობთ, რაც არის, ხო? და ამიტომ მინდა ვთხოვო ყველას, რომ ყველას ვთხოვო კი არა, მინდა მთელ საქართველოს, უცხოეთს, ემიგრანტებს, ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ. და ხო რას მეუნება, მარი 10,000 ის მყავსო, ნახვაო თუ რაზე ზაღით, ფოლოვერი თუ 10,000 და მე ვთხარი ახლა დაუძახი ერთი 10 დღის უკან მოსული იყო და მოდი მეთქი და მე 1 მილიონი მყავს მეთქი, მოდი მეთქი და რეკლამა არ გინდა სადმე გამაკეთებიე ბიჭო, 2 კაპეკი ფული მაშოვიე მეთქი ხო და შერცხვენილი წავიდა აქედან. უყურე როგორ არის. ჩვენ არასდროს იმას არ ვიტყვით, რაც არაკაცურია. რაც არაკაცურია, იმას არასდროს არ გავაკეთებთ, ხო? მეტი რამე გაგშეკითხვა? აბსოლუტურად გასაგებია ყველაფერი, ყველაფერს გავეცით პასუხი. კიდევ ერთხელ მოუხადოთ მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ერთგულად გიყურებენ, დადებით კომენტარებს წერენ და გვერდში გვიდგანან ყოველთვის ყველა პოსტზე. მარი, ვინც ამ ყვავილზე დაწერა, ხო, თქვათ ყვავილზე დაწერა, მოდი, აი ეს ქალბატონი მოვიდეს. და მე და ეს ქალბატონი გავივლით რუსაველზე. ერთი რამდენი კაცი მეტყვის მე 100 მეტრის გავლის შემდეგ კარგ გამარჯვებას და ამას რამდენი ეტყვის. ამიტომ ბიძია გეუბნები კიდე შენთვის ყვავილი არავის არ უჩუქნია და შენნაირ ადამიანს მე არ ვაჩუქებ ყვავილს, ხო? აქ ვინც ამას დაწერს, აი ამას ვინც დაწერს, ხო აჩვენეთ ერთჯერ. აი ამას ვინც დაწერს, ეს ადამიანი არის უბრალოდ სამარცხვინო, ხო? აი ამას ვინც დაწერს, რომ შენ ჯერ ერთი დათო შენ ვინ გეკითხება, ხო? შენ ჯერ ვინ გეკითხება მარის აძლევენ ყვავილს, კოსტას აძლევენ ყვავილს თუ მაგულის, ხო? ჩვენ რაც გვინდა, რაც საჭიროდ ჩავთვლით, იმას ვაკეთებთ, ხო? თან ყვავილიო არ მომეწონაო და მისთვის ის რო იყო ხო იცი ენძელა ისიც არ იქნება ნაჩუქარი არაზროს დარწმუნებული ვარ და არც გათხოვილი არ იქნება, იმიტომ რომ აი ესეთები არ თხოვდებიან, ესეთები ბერდებიან. ადამიანი რომელიც ინტრიგანი ხარ, ქალი ხარ და სხვას უწერ და სხვას შეურაცხყოფას აყენებ, 1 მეტრი არაზროს წინ არ წაიწევი. ეს ისტორიულად ესეა, გინდა კაცი იყოს, გინდა ქალი იყოს. არ უნდა იყო ინტრიგანი, არ უნდა იყო ბოღმიანი, არ უნდა იყო ჩასაფრებული, არ უნდა იყო შურიანი. თუ რამე ადამიანს შეგიძლია დაეხმარე ნებისმიერ ადამიანს თუ შეგიძლია. თუ არ შეგიძლია და არ უნდა დაუწერო. ამას ჩვენზე კი არ ვამბობ. მე პირიქით დიდ მადლობას ვუხდი ყველა ემიგრანტს და ყველა ადამიანს დღე და ღამე პირიქით ვინმე სადმე შეხვდება მადლობას მეუნება და მეგობრობ ხალხთან და მთელი ამბები და კარგს წერენ და ყველაფერი, მაგრამ ვინც ცუდს ადამიანს უწერს ან ადამიანზე ცუდს რო ამბობს, ციხეში რა ერქმევა მაგას. აი ციხეში რა ერქმევა მაგნაირ კაცს. არა. ციხეში მაგნაირ კაცს ქვია ქათამი და ციხის გარეთ, აი ციხის გარეთ ქვია ვირთხა. მოდი დღევანდელი დღე ესე დავამთავრო და უთხრათ მაყურებელს. არა აი ეს 1% ვინმე არ იფიქროს, რომ ვიღაცა ჩვენ მოვყავს აქ და მე რეკლამას ვიკეთებთ. ერთი ადამიანი არის აგერ, მეორე ადამიანი არის, ესენი ავტომობილების გამყიდულები არიან, სპეციალისტები არიან, პატარა ბიჭები მოვიდნენ და კაცები არიან უკვე. აი, კახა, აგერ პატარა ბიჭი მოვიდა, ესეც გაიზრდება, ხო?
აი დათომ რაც თქვა დღეს, აი იმას უნდა მოусმინოს ყველა ახალგაზრდამ. ახალგაზრდა ჩვენ სტიმული უნდა მივცეთ. ახალგაზრდა პირიქით არ უნდა გავაბოროტოთ, არ უნდა უთხრათ, რომ აი ამას ვინ ამუშავებს. ახლა მუშაობს და მარი თოხი კი არ უკავია ამათ არცეც. მაგრამ ესენი უკვე დიდი ბიჭები არიან და გონებრივად მუშაობენ, ხო? ხალხს იმას ეუბნებიან რეალურად რაც არის. მოდი დღევანდელი დღე ამით დავამთავრო და მინდა ყველა მიცოდეს, რომ მარის ნაირი მენეჯერი ყავდეს ყველა კომპანიას, კარგი რო არ ყოფილიყო, აბა აქ რა უნდოდა და აქ ბევრი იყო, მაგრამ ვერ ხედავთ, ხო? ვინც ცუდია, ვინ გააჩერებს აქ? ზოგიერთი არის ადამიანი უფრო მეტი ქალები, ხო? წითელ ხალიჩაზე გაარონიებერს და სამჯერ იტყვი, რომ კარგი გოგოა, აურა, კარგი განათლებულია და მერე ყირაზე გადადიან და მერე მეოთხე დღეს ჩვენს უშვებთ. ესე არ არის, რომ მოხვალ უნდა იმუშაო, გაქებენ, იმიტომ რომ საქებელი ხარ და თუ საგინებელია, იმასაც არავინ არ დაგზარდება, ხო? ვთქვათ, რატო უნდა გაგინო? ადგები და წახვალან გაგიშვებენ. ყველა კომპანია ეძებს კარგ თანამშრომელს. არ იყო ერთი კარგი, გაუშვით, მეორე მოვიყვანეთ, მესამე მოვიყვანეთ, მეოთხე მოვიყვანთ, კიდე გაუშვებთ, კიდე მოვიყვანთ, ეს არ არის პრობლემა. უბრალოდ კიდევ ერთ იმას გამოვიყენებ და ვეტყვი კომპანიის დამფუძნებლებს. აი ჩვენი შეცდომა რა არის? მე მინდა თქვენ გითხრათ, მე ყველა მიმართულებით დიდი გამოცდილება მაქვს. 3 ქვეყნის საპატიო მოქალაქე ვარ და ნახევარ მსოფლიოში დავდივარ და მსოფლიო გამოფენის წევრი ვარ. არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ თანამშრომელი თუ მაგამ ბოლო სამსახურიდან არ მოგიტანათ საბუთი, CV-ს, რასაც ეძახიან. და ის CV-ს მერე გადაამოწმეთ, ყალბი არ იყოს. აი ესაა ჩვენ ბიზნესმენებს, რომელიც ღუპავს. და ვინც მოგიტანს კარგ CV-ს უნდა მიიღოს სამსახურში. ჩემგან გაგდებული შენ გამოგადგება? შენ ხო ხედავდი რომ ჩვენ რა ვაკეთ ერთი გოგო, სხვისგან გამოგდებული გოგო. ვაკეთ და ჭკუიდან გადავიდა. და სად არის დღეს? არავინ არ იცის სადა. გავუშვით. ვერ გაუძლო იმას, სიყვარულს, სითბოს, მოფერებას. გისურვებთ წარმატებას. ნახვამდის.